ბადოკია. მისებურად გაუკეთა რა გინდა. შეგნეთ ჩამით მასაბრები უკეთია. დანი, კარგი აყიყლიყო. მამა გაბალჩიდი ფრინავს. აბა ჯერიშ. აი ესეთ სიტუაცია გვაქვს. მზადების პროცესში. გაანებე მაქსვას საფეთქს თავი. არ გინდა ეგ ძველი საფეთქი თქო, გითხარი. შეხედე, ხა რამდენჯერ უნდა უთხრა. გამოდი, გოგო, აქეთ. ვიყარხარ. მეც მიყვარხარ. ვიდივარ. გაგება. ვინ ჩამოგაკითხათ? დაჯიბება? დემე ვერ წამოვიდა? ალო. წავედით სახლში? ალო. როგორ მომენატრა ჩემი წყალტუბო და ეს ხმები. გამოდიხარ და ესე ჭრი. ესე ისმის. უკვე მეორე დღეა. ძივარი ადრიანი. გუშინ რომ ჩამოვედით. მიმეძინა დივანზე როგორც კი ამდენი. მეთქი ტროტუარზე გადმოვარ, მანქანებმა რო არ შემაწოხოს თქო და ოპა, სადაც ტროტუარი. არა. ხო და ისე გავიცი შენ. ესე იგი დედა ჩემი მომწონდა თუმე სუნთქავს, ხო? იმდენად ხმად მეძინა, ხო და წინა დღეებში დანიკოს ჰქონდა ცოტა სურდო. უმნიშვნელო და ცოტა ყელში ოდნავ, ანუ სიცოცხლესაც ვერ დავარქმევდა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ეველინას აქვს ყელი წითელი. და ცხვირის მდგომარეობა კატასტროფული. გუშინ გავიქეცი, მე გვიან ფიზიოლოგიური ვიყიდე. ვურეცხავდი მთელი ღამე თქო არა, მაგრამ ღამეში რამოდენიმეჯერ გამოურეცხე. სიცხე არ ქონია, უბრალოდ აი ყელზე აქვს რამოდენიმე თეთრი წერტილი. ხო და ცემში ვიდრე წავიდოდით. გოგოს გავუკეთეთ ანალიზები. წყალტუბოს საავადმყოფოში. და ეველინას შარდის ანალიზის პასუხი ისეთი მოვიდა. პედიატრი მეც და რეგისტრატორის უსაყვარლესი მარი შოქში ვიყავით სამივე. და ეხლა მივდივარ ისევ თავიდან ეველინას შარდის ანალიზის გასაკეთებლად დილას ადრე ავდექი მაგის გამო. ხო და ვნახოთ. იმედია ეს შეცდომა აქვთ მოსული, მაგრამ ერთის მხრივ კარგი იქნება შეცდომა თუ მოვიდათ და მეორეს მხრივ რა ვიცი რა გითხრათ. ხო და მე გეგმა მაქვს რომ წავიდე ქუთაისში, იმიტომ რომ დანიმ დააზიანა სათვალე. ხო და ეს სათვალე უნდა შევაკეთო როგორმე.
სად მივარ და როგორ მივარ წარმოდგენა არა მაქვს. პლუს ამას მანქანა არ მყავს. გუშინ წაიყვანა მამაჩემმა გასაკეთებლად. საკმაოდ დიდ ხანჯებთან დაკავშირებული და პლუს ამას საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა. ასე რომ წავედით ახლა ჯერ იმუნოლოგიის ინსტიტუტში. ესეც წყალტუბოს ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ინსტიტუტი. წყალტუბოს კი არა. მგონი მთელ საქართველოში ერთია. დავტოვე ანალიზები. აქ ძველი თანამშრომლები ვინც არიან პრაქტიკულად ყველა მიცნობს, რადგან ნარგო მუშაობდა აქ და იყო კადრების უფროსი. თუ კარგად მახსოვს. ხო და ხვალისთვის იქნება პასუხები ერთი სიტყვით. 10 ლარი. შანტის ანალიზი. კემაიც მეთოდინება ნორმალური პასუხები და წავედით ახლა ვნახოთ ტრანსპორტი რო წავიდეთ ქუთაისში. ეხუ მანქანებას ავთხარი მე. ჩემი წყალტუბო. წანე ქალაქი. შოპ მარინაშიც მომახერხე შერბენა. არ მქონდა დაგეგმილი. ხო და წავედით ახლა სხვა საქმეები გავაკეთეთ და მე გაჩვენებთ რა ვიყიდე 8 ლარად. ამასობაში წყალტუბოში დავბრუნდი, ვაიმე ისე შეათვალებს ვეღარ ვიყურები. ვიყავი City Optica-ში, დავტოვე დანის სათვალე, უსაყვარლესი გოგონა შემხვდა, რომელმაც ძალიან დეტალებში ამიხსნა ყველაფერი, ხვალისთვის იქნება სათვალე მზად. გამოვცვლით მხოლოდ მინა. სხვადასხვა ძალიან კარგი არჩევანი აქვს ჩარჩოების. ხოდა ახლა უნდა გავიარო დეილიში. უნდა ვიყიდო რძე, იოგურტი, დაჭრილი პური. ხოდა როდის მივახტე სახლამდე ერთი სული მაქვს ისე მშია. და მე გაჩვენებთ რა ვიყიდე შოპ მარინაში 8 ლარად. მეცინება. მოვედი სახლამდე როგორც იქნა წყალი გადავივლე. მოვედი ცოტა გონს. ხო და ეველინას ხვალებას არ მიმჩნევთ. ვიცი ახლა უკვე მოვატრელი. ეს არის სველი. გარეცხვაც მოვასწარი უკვე ყველაფრის. დანარჩენი გაშრა. და მოდი სველით დავიწყო რომ მე ეს გავფინო უცებ. მოკლედ რა ვიყიდე შოპ მარინაში 8 ლარად და 30 თეთრად. ნახეთ რა მაგარი პოლო სტილის მაისური ვიყიდე. არის ტომ ჰილფინგერის. ღირდა სულ რაღაც 2 ლარი. შოკი მქონდა ხალხო, ჯერ იმდენი ხალხი იყო. მე იმდენი რაოდენობის ტანსაცმელი იყო და 2 ლარად ეხა მარტო ერთი ზაფხული რო გაიარო ადამიანმა. ეხა სველია და იმდენად კარგად არ ჩანს. მე მგონი როგორი კარგი ხარისხისა და ფაქტიურად იყო სულ ახალი და მოკლედ როდის გაშრება და ჩავიცმევ ერთი სული მაქვს. 2 ლარი. მეორე მსგავსი პოლო სტილის შევიძინე ესეთი დასაუთავებელია ხა ესენი. იმიტომ რომ გაშრა და ეხა ჩამოხსენ და არ დამიუთავებია. ეს ცოტა სრული მექნება თქო ჩემი აზრით, მაგრამ იმდენად მომეწონა თვითონ. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მომეწონა. და ფერი მომწონს. ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა მსგავსი სტილის ესეთი ფერის მაისური. სად მქონდა ნაყიდი სტრადივარიუსში მე მგონი. ესეც 2 ლარი. ეს ნახეთ რა საყვარლოა. პერანგები ჩემი სუსტი წერტილი.
აი რო დავინახე ერთი ნახვით შემიყვარდაო რო იტყვიან. აი ესეთი ნაჭერი არის. ხილები აქვს შვამდე 2 ჯიბით. ესეც 2 ლარი, მკლავები ეკეცება, აქ ხილი აქვს. აი ძალიან მომეწონა. სავარაუდოდ ხვალ ქუთაისში რო წავალ ამას შევიცმებ. გავავთავებ. და კიდე ერთი პერანგი ულამაზესი. ნახეთ. ესეც 2 ლარი. მოკლედ 8 ლარად 30 თეთრად 30 თეთრი, იმიტომ რომ პარკი რაშიც ჩამიწყვეს, იმაში 30 თეთრი გადავიხადე. ესენი 4-ვე იყო 2 ლარიანი. ნახეთ რა ლამაზია. მოკარგული. მოკლედ ძალიან ყვაყოფილი ვარ. შოპ მარინაც ნახე დღეს ქუთაისში. თან ეს ფერი კონკრეტულად ესეთი ფერის პერანგები ძალიან მოწონს. ვარ უზომოდ კმაყოფილი. წავედი ახლა ეს გავაფინე. თქვენც აქედან დაგემშვიდობეთ. გოგოებს მივხედებ. ცოტა წვიმა დაიწყო ჩვენთან. იმედიაც არ ჩამოვა ხვალ ქუთაისში რომ წავალ. თორე რა ივლის ამ წვიმაში. ძალიან კმაყოფილი ვარ. იყო უზომოდ ბევრი ხალხი. არ ვიცი სულ მასე არის თუ ეხა დაემთხვა რომ ფასტაკლებებია და მაგიტო იყო ბევრი ხალხი ვერ გეტყვით. მაგრამ არავინ არ თქვას ვაიმე შოპ მარინაში რა უნდა იყიდო, არაფერი ისეთ კი არა, ისეთი ტანსაცმელი იყო. ანუ მე უბრალოდ ისე გავიარე, მოვხვდი იმ ტერიტორიაზე და დამაინტერესა და შევირბინე და ვნახე. ისეთი რაღაცების არჩევა შეიძლება და მით უმეტეს ამ ფასტაკლებებზე ახლა საკმაოდ კარგი ხარისხის. საკმაოდ. და ნუ იყო იქ Marks and Spencer-ის, Tommy Hilfiger-ი, იყო Abercrombie, საკმაოდ ისეთი კარგი ფირმის ტანსაცმელები. მინდა გითხრათ. ძალიან კარგი სპორტული სავარჯიშო ელასტიკები იყო. შავლებზე არ გადამივლია თვალი, ძირთადად მაინც ეს მაისურები და პერანგები სადაც ეკიდა, ანუ ეს 4 რაღაცა აღმოვაჩინე 2 რიგში და დანარჩენი აღარ მინახავს, იმიტომ რომ არ ვიყავი კონკრეტულად მაგისთვის ჩასული. ხო და ზურას დაურეკე ეგრევე და ვაჩვენე მეთქი ზურა შეყადე, რა ფასად ვიყიდე ესენი თქვა გაგიჟდა ყოლებოდა სიცილი. ბიჭებს არ არის არაფერია, იმიტომ რომ ათენში ახლა მაგალითად არის ესე მეორადების ჩამოფასებული რა დავარქვა, ანუ არის ზოგიერთ რაღაცები რაც ნახმარია და არის პირდაპირ ეტიკეტებით, მაგრამ ასე 2 ლარად და 2 ევროდ და 1 ევროდ ძალიან იშვიათად ნახავ, ანუ არის კალითიაში ძალიან დიდი მეორადების მაღაზია, წონითაც ყიდიან იქ, მაგრამ უბრალოდ არ გაწყობს. ათენში იმდენი მაღაზიებია, სადაც დაბალ ფასად შეგიძლია საკმაოდ ნორმალური ხარისხის ახალი იყიდო, იმ მეორადებში აღარ შედიხარ რა და საქართველოში ყველაფერს უცეცხლი უკიდია. საკმაოდ კარგი გამოსავალია ეს შოპ მარინა, მინდა გითხრათ. ეს ძალიან მომეწონა. აი ძალიან, ესეთ სტილის მაისურები ძალიან მიყვარს. და ბევრი ვარ გავაგრძელა, ხა წავედი, აქედან დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვლოგში.